ქუთაისი ქვეყნის მთავარ კულტურის ცენტრად იქცევა. ესე იგი მეორე დედაქალაქში ძალიან ბევრი საინტერესო ღონისძიება არის დაგეგმილი და სწორედ ამ თემაზე სასაუბროთ ქუთაისიდან მყავს ძალიან საინტერესო სტუმარი, ქალაქის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ბატონი თემურ ცონციშვილი. ესე იგი ძალიან გრძელი რეგალია და საინტერესო რეგალია გქონდათ ბატონო. დილამშვიდობით, დიდი მადლობა რომ ჩამოგბრძანდით ჩვენ. მადლობა იმისათვის რომ მომწვიეთ. ძალიან ბევრი საინტერესო რამ იგეგმება ხომ ქუთაისში. 2 მაისობას ხომ არ ამთხოვთ, როდესაც აღნიშნავთ ქალაქობის დღესასწაულს ქუთაისში. კი, 2 მაისი ერთ-ერთი მაგისტრალური ღონისძიებაა ჩვენ ზოგადად ქუთაისსაც, მაგრამ მანამდე თქვენ აღნიშნეთ, რომ ქუთაისი მეორე დედაქალაქია, საპარლამენტო ქალაქი გახდა და ეს სტატუსები ქუთაისი კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას და უფრო სხვა გამოწვევების წინაშე აყენებს და რა თქმა უნდა ეს პროცესები აისახება ქალაქის კულტურულ ცხოვრებაზე, სპორტულ ცხოვრებაზე, ახალგაზრდულ პოლიტიკაზე და ჩვენი სამსახური მაქსიმალურად ცდილობს რომ ამ მოთხოვნებს უპასუხოს და ადგილობრივი თვითმმართველობის სამხარეო ადმინისტრაციის სწორი მენეჯმენტის პირობებში ჩვენ გარკვეულწილად მეტნაკლებად ეს შევძელით და წინ უფრო მეტი გამოწვევები გველის. რაც შეეხება იმ პროცესს, რომელიც მე-20 საუკუნეში ქუთაისში დაიწყო ინტელექტის გადინების პროცესი, წარმატებული ახალგაზრდების ქალაქიდან გასვლა, რა თქმა უნდა, ამ პროცესის მაჩვენებელი ძალიან შემცირებულია და ჩვენი სამსახურის ადგილობრივი თვითმმართველობაც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ყველა წარმატებულმა სპორტსმენმა, წარმატებულმა ახალგაზრდამ, კულტურის სფეროს წარმომადგენელმა თავისი ადგილი თავის ქალაქში იპოვოს და რეალიზება ქუთაისში მოახდინოს. ეს არ არის ჰაერზე ნათქვამი სიტყვები, ამას ფაქტები ადასტურებს. ამას ადასტურებს ჩვენს მიერ წამოწყებული ინიციატივები, ჩატარებული პროექტები, მიმდინარე პროექტები და არც ჩასატარებელი პროექტები. ყურადღებას გავამახვილებ ერთ მნიშვნელოვან თემაზე, ეს არის ახალი ინიციატივა, რომელიც პირველად ჩვენთან ადგილობრივ თვითმმართველობამ ესეთი მუხლობრივ ბიუჯეტში ერთი მუხლი გაჩნდა, რომელსაც ჰქვია კულტურული და ახალგაზრდული ინიციატივების ხარდაჭერა. რომლის ფარგლებშიც წლის განმავლობაში ყველა დაინტერესებულ პირს, ვისაც რაიმე ინიციატივა აქვს გამემართულებით, შეუძლია ჩვენგან დაფინანსება მოიპოვოს და რა თქმა უნდა შესაბამისი კომისია წვეს და ესეთი ბევრი პროექტი გვაქვს და მე თქვენი ეთერის საშუალებით ყველას ვთხოვო, რომ იაქტიურონ და მათი იდეები განახორციელონ. ძალიან კარგი ინიციატივებია და მოდით ახლა კონკრეტულად გადავიდეთ პროექტებზე. ესეების კონკურსი ტარდება როგორც ვიცით. აი თქვენ მოგვიყევით ამის შესახებ უფრო დეტალურად. რაში მდგომარეობს, ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს? 12 მარტს იქნა ეს კონკურსი გამოცხადებული, გამოცხადა სოციალური ქსელის მეშვეობით, კერძოდ Facebook-ზე. საკმაოდ დიდი დაინტერესება ჰპოვა ესეების კონკურსმა. კონკურსს ჰქვია ჩემი კულტურა. ეს არის ზოგადად რაში მდგომარეობს უფრო? ეს არის ზოგადად სუბიექტის დამოკიდებულება კულტურისადმი და კულტურული პროცესებისადმი და მათი აზრი მიმდინარე პროცესებზე და მიმდინარე მოვლენებზე, როდესაც უკვე კონკურსი დამთავრდება 14 აპრილს, შედეგები როცა გვეცოდინება, გვეყოლება გამარჯვებული, რა თქმა უნდა, ერთი გვეყოლება ლაიქ გამარჯვებული, რომელსაც Facebook-ში ანუ ყველაზე მეტი ლაიქი ვისაც Facebook-ის მომხმარებელი გამოვლენს და ერთ გამარჯვებულს გამოვლენ ჟიური, საკმაოდ კომპეტენტური ჟიური ყავს. პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი გიორგი კეკელიძე და ქალბატონი ნენე პილიკაძე და რა ვიცი 14 აპრილს გელათის აკადემიაში ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან ერთად გაიმართება დაჯილდოება და ასევე გელათის აკადემიაში გამოიფინება გელათის ხელნაწერები პირველად საქართველოს ისტორიაში, ქუთაისის ისტორიაში. ძალიან დატვირთული არის. საკმაოდ დატვირთული გრაფიკი გაქვთ, ასე ვთქვათ, და ძალიან საინტერესო დემზადებით. გელათის აკადემიაზე მინდოდა და მეკითხა, მაგრამ უკვე ბრძანეთ და კიდევ მაინტერესებს და ალბათ მაყურებელსაც აინტერესებს პირველი საოპერო მუსიკის ფუძემდებლის მელიტონ ბალანჩივაძის 180 წლისთავისთვის ემზადებით და ამაზე ვისაუბროთ თუ შეიძლება. ვერს არ ვისაუბრებ იმაზე თუ რა როლი ითამაშეს ბალანჩივაძეების დინასტია ქართულ მუსიკის ისტორიაში. 180 წლის იუბილე ჩვენ გვინდა ქუთაისში უკვე გვიან გაზაფხულზე აღვნიშნოთ. ჩვენ აქტიურ მოლაპარაკებას ვაწარმოებთ ქალბატონ ანიტა რაჭველეშვილთან და დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს რამოდენიმე რომანს ჩვენს ქალაქში შეასრულებს ამ იუბილესთან დაკავშირებით და ეს არ იქნება ერთდღიანი ღონისძიება, ეს იქნება ალბათ პირეული, რომელიც ამ 180 წლის იუბილეს მიეძღვნება. ბლუზ ფესტივალიც იმართება. შეიძლება ითქვას, რომ ბლუზ ფესტივალი უკვე ფინანსურად უზრუნველყოფილი პროექტია, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ორგანიზაციული საკითხები. შინ არსი მოგვიყავით მოკლედ. გვინდა რომ ქუთაისში ერთ-ერთი ფესტივალი დავაფუძნებთ, ეს იყოს ბლუზ ფესტივალი და საკმაოდ სერიოზულ
ბლუზის ვარსკვლავებთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებას, ეხლა არ დავკონკრეტები, როდესაც უკვე მოლაპარაკება დამთავრდება, ყველანი გაიგებთ და თუ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში დაფუძნდა სხვადასხვა სახის ფესტივალები და ტრადიციული ხასიათი მიიღო, ჩვენც მინდა რომ ქუთაისში ბლუზ ფესტივალი დავაფუძნოთ, აუცილებელია ერთ ფესტივალს უმასპინძლოს. იღვიძებს ქუთაისი მოკლედ. ის მე პირობად კულტურის ცენტრი გახდება აუცილებლად. ძალიან კარგი, მე პირველ რიგში უნდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ძალიან გამეხარდა ლადო მესხიშვილის თეატრს, რომ მიექცა ყურადღება და კიდევ ერთხელ ვთქვათ, დაწვრილებით უფრო 2 მაისობას შევეხოთ ამ ასე ვთქვათ თარიღს. გვირილობას ეძახნა, მე მგონი ამ დღესასწაულს ადრე ხო თუ თანამედროვე 2 მაისის ვისაუბრებით პატარა ისტორიას მოვყვები 19 საუკუნეში დიდგვაროვანმა ქალბატონმა საშა ჩიკოვმა ჩაუყარა საფუძველი ამ 2 მაისობას ანუ ამ დღეს გაყიდული უამრავი გვირილა და შემოსული თანხით გაჭირვებულ ოჯახებს ეხმარებოდნენ ქუთაისლები და შემდეგ უკვე სახე შეიცვალა ამ თარიღმა 2 მაისმა და უკვე რამოდენიმე წელიწადია გრანდიოზულად აღინიშნება ქუთაისში 2 მაისი. შარშან უამრავი საინტერესო ღონისძიება ჩატარდა, სტუმრად ყავდა ჯგუფი შინი ცენტრალ კონცერტზე. ეხლა ვმუშაობთ რამოდენიმე საერთაშორისო მიმართულებით, საერთაშორისო დონის ვარსკვლავებთან 2 მაისს ჩამოვიყვანოთ. და ასე მაგალითად რომელ ვარსკვლავებთან? სხვადასხვა მოლაპარაკებებას ვაწარმოებთ DDT-სთან, მაშინა времени და სხვაები და სხვაები. პირს ჩამოვიყვანოთ. და რაც შეეხება 2 მაისს ასევე აუცილებლად უკვე დაგეგმილია და გაიმართება კულტურის სამინისტროსთან ერთად დავით კაკაბაძის სახელობის გალერეაში. დავით კაკაბაძის ნახატების გამოფენა, რომელიც მის პარიზული მოღვაწეობის ეპოქას შეეხება, ესეთ გამოფენა ჩვენთან არასდროს არ ჩამოტანეთ და პირველად 2 მაისს ვეპატიჟებით ყველა სამყარო. რამე ხომ არ გამოგვრჩა ჩამონათვალიდან ისეთი რაც არ გქონს და იგეგმება. 2 მაისს ეხლა 2 მაისს დიდხანს ვერ ვისაუბრებ, იმიტომ რომ მთელი დღე ძალიან დატვირთული იქნებოდა, უამრავი პერფორმანსი, უამრავი გამოფენა, თითქმის ქალაქის ყველა უბანი დატვირთული იქნება რაღაც ღონისძიებებით. თქვენ რომ ამაში დარწმუნდეთ 2 მაისს თქვენი ეთერი საშუალებით მთელი საქართველოს ვეპატიჟები და თქვენც პირადად. აჰა, ძალიან კარგი. მე სიამოვნებით გესტუმრებით, იმიტომ რომ მართლაც ბევრი რამ მაკავშირებს მე პირადად ამ ქალაქთან, ძალიან მიყვარს და მოვიკითხავ ყველა ქუთაისელს დიდი სიყვარულით. მეც შემოვეძებე ამ მოკითხვას, ესენი ძალიან დიდი მადლობა მომბრძანებისთვის და წარმატებებს გისურვებთ.